Ხელმძღვანელ გადაცემაში ვისაუბრებ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებიც 2025 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში. ამ და სხვა თემაზე სასაუბროდ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმრები არიან ლევან გებუაძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და გიორგი ჭიჭინაძე, საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საპენსიო მიმართულებით განხორციელებული ყველა ცვლილება დაგროვებით პენსიას რაც ეხება ბიზნეს პარტნიორის განსაკუთრებული ინტერესია და შეუძლებელია სხვაგვარად იყოს იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ჩვენგანს გვეხება და ამ ნაწილში შეუძლებელია რაიმე დავუშვათ კითხვები არ იყოს და საზოგადოებას არ აინტერესებს. ამიტომ ძალიან მხოლოდ მადლობა მეთქმის, რომ დავუშვათ ამ თემაზე მოხვედით სასაუბროთ. დავიწყოთ ბატონ ლევან, თქვენით რეალურად რა სიახლეზეა საუბარი 1 მაისიდან ამოქმედებულზე და მე ბატონ გიორგისთან გადავალ უკვე დანარჩენით უშუალოდ რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი. მადლობა კიდევ ერთხელ საკითხი დაინტერესებისათვის, ნამდვილად ძალიან აქტუალური საკითხია. 2025 წლის მაისის ანგარიშო პერიოდიდან გადამხდელებს მოუწევთ უკვე წარმოდგენა ერთი დეკლარაციის, ეს იქნება გადახდის წყაროსთან დაბეგრვას დაქვემდებარებული ეგრეთ წოდებული ყველასთვის ნაცნობი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამ დეკლარაციის საფუძველზე ინფორმაციას მიიღებს საპენსიო სააგენტოს, მათ აღარ მოუწევთ ცალკე საპენსიო სააგენტოში დეკლარაციის შევსება და ამ დეკლარაციის საფუძველზე მიიღოთ ინფორმაცია კუთვნილ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით სააგენტოს. და რაც მთავარი არის, გადასახადის გადახდის ვადაც დაემთხვა დეკლარების ვადას, ანუ მომდევნო 15 რიცხვს, ეს რაც შეეხება ყოველთვიური დეკლარაციების დროს და იგივე ვადა დაემთხვევა ასევე თვითდასაქმებულების შემთხვევაში, როდესაც წლიური დეკლარაციას წარმოადგენენ მომდევნო წლის 1 აპრილამდე გადახდის ვადაც აქაც იქნება დამთხოვილი და არის გამონაკლისი, როდესაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არის თვით ნებაყოფლობით გაერთიანებული სქემაში და მათ უკვე მოუწევთ იმ შემოსავალზე, რომელზეც ადეკლარირებენ ყოველთვიურად მცირე ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე გადახდის საპენსიო შენატანების განხორციელება ასევე მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. რეალურად ის დაკორექტირება როგორ მოხდება 1 მაისამდე არსებულ მაჩვენებლებთან მიმართებაში? მაგასთან დაკავშირებით ბატონი გიორგი უფრო დეტალურად კი ბატონო, ბატონ გიორგი თქვენ გისმენთ მაშინ? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ბიზნეს წრეებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და ასევე დამსაქმებლებთან. მათთან კომუნიკაციის შედეგად ჩვენ ძალიან დიდი პაკეტი წარვადგინეთ ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, რა თქმა უნდა, საპენსიო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე შესაბამისად ძალიან პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა. კანონში ეს არის ერთი მოთხოვნა ბიზნესის დამსაქმებლების იყო, რომ ორი დეკლარაცია არ ყოფილიყო და ერთი დეკლარაციის საფუძველზე მომხდარიყო, იმიტომ რომ ძირითადი წყარო არის მაინც დამსაქმებლის განაცემების დაუფასება. ეს დაუშვათ რაიმე ტიპის უხერხულობას, გაურკვევლობას, ანუ კითხვებს აჩენდა და სწორედ ამან გამოიწვია დაუშვათ ამ ცვლილების განხორციელების აჭირება. უფრო მეტად ადმინისტრირების ყუთით უფრო მარტივია და უფრო აღარ უწევთ ჩვენ სისტემაში საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში შეტანა დეკლარირება და შესაბამისად ეხლა ერთი დეკლარაციით 2025 წლის მაისიდან მაისის განაცემების თაობაზე ჩვენ უკვე ინფორმაციას მივიღებთ შემოსავლების დეკლარაციიდან, საშემოსავლო დეკლარაციიდან, მაგრამ აქ პროცესი არ მთავრდება და მინდა დამსაქმებელს და დაინტერესებულ მხარეს აუხსნა, რომ აუცილებელია, რომ საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების ელექტრონულ ადმინისტრირების სისტემაში უნდა განათავსონ საბალანსო თანხა, რადგან დეკლარაცია მოდის ავტომატურად შემოსავლების სამსახურიდან, როგორც კი წარადგენენ საშემოსავლო დეკლარაციას, შემდეგ აუცილებელია 4%-ის ოდენობის დეკლარაციის თანხა საპენსიო შენატანი განათავსოს ჩვენთან საპენსიო ფონდის სისტემაში და დეკლარაცია დაიხურება ავტომატურად. როგორ ხდება? დაუშვათ აქამდე არსებული სისტემა რაც იყო იგივენაირად ხდება? გავსია, ეს არის მხოლოდ საბანკო ანგარიშებია მითითებული ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და დამსაქმებელი მხოლოდ თანხა შესაბამის ოდენობას რიცხავს ამ ანგარიშზე. ამაზე წინასწარ ქონდა დაუშვათ კომუნიკაცია? დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძველი სისტემა რჩება საბალანსო თანხის განთავსება არის ძალიან ელემენტარული, გადარიცხვის დავალება მისაცემი კომერციული ბანკისთვის 10 ბანკში გვაქვს ჩვენ გახსნილი ნომინალური ანგარიშები და შესაბამისად ყისიერად ისახება მის ბალანსზე. როგორც კი აისახება ბალანსზე კომპანიის შესაბამის ბალანსზე, იმ შემთხვევაში დაიხურება საშემოსავლო დეკლარაციიდან მოსული ინფორმაცია. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი და ეს რა თქმა უნდა იციან დამსაქმებელთან და ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. თუ ვერ მოხდა დახურვა, ეს არის 1 მაისის შემდეგ. კანონი თვალისწინებს ჯარიმას და საურავს ამ შემთხვევაში. ჯარიმა და საურავი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღუპვის კოდექსში და ჩვენი დაგროვებითი პენსიის
პენსიის შესახებ საქართველოს კანონით, ესეც ავტომატურ რეჟიმში ხდება უკვე დაჯარიმების და მიუვად შეტყობინება და საურავი ითვალისწინებს საურავი გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენ ასევე ძალიან პირველი ვალდებულება რომ მონაწილის ინტერესი გავითვალისწინოთ. თუ დეკლარაცია ვერ დაიხურებოდა ეს თანხა უნდა წასულიყო დახურის შემთხვევაში უნდა მიმართულიყო ფონდში. ფონდში რომელსაც ერიცხება ამონაგები ყოველდღიურად. შესაბამისად რო არ მოხდეს მონაწილის ინტერესის დარღვევა და არ დაუკარგოთ თითოეულ თეთრი ამონაგები ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიფიქრეთ რომ კანონშესულიყო ცვლილება რომ საურავი ყოფილიყო იმ დღეებზე რომელიც გადააცილა და იმ კონკრეტულ ბატონ ლევან თავად შემოსავლების სამსახურს თუ გაქვთ კომუნიკაცია დაუშვათ იგივე ან ონლაინ ან ისე შეხვედრების სახით ბიზნეს სექტორთან ამას იმის გათვალისწინებით ვკითხულობ რომ რეალურად აი ყველა ესეთი ტიპის ცვლილება გამოცდილებას აჩვენებს მათ შორის ამ ეთერში სტუმრობის სხვა გადაცემებში თქვენი სტუმრობისასაც რომ ბიზნესი ძალიან აქტიურად ინტერესდება და მუდმივად არის დაუშვათ კითხვები ამ ნაწილში. აი ხლა როგორი სიტუაცია გქონდა ამ მიმართულებით? ჩვენ მუდმივად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები გადამხდელებთან როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე უშუალო მაგალითად ბიზნეს ასოციაციასთან მქონდა განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მომდევნო პერიოდშიც ვაპირებთ ესეთი კომუნიკაციის ქონას, აი უშუალოდ უკვე დეკლარაციის შევსების ეტაპზე, როდესაც 1 ივნისიდან მოუწევთ მათ ამ დეკლარაციების წარმოდგენა და აქ უკვე მონაცემების ასახვა, აქაც გავმართავთ და გარდა იმისა, რომ შეხვედრები ონლაინ შეხვედრები იქნება, ჩვენ მოვამზადებთ ასევე ვიდეო რგოლებს იმისათვის, რომ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს 24/7 საათის რეჟიმში ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რეალურად რო ვისაუბროთ ისეთ გამოწვევებზე, მაგალითად, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ განხორციელებისას დამსაქმებელმა არის თუ არა პირი ჩართული საპენსიო სქემაში. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ და მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და დარეგულირდა თუ არა დაუშვათ ეს საკითხი ამ ცვლილებების შედეგად. რა თქმა უნდა, ძალიან ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის, როგორ უნდა გადაამოწმონ პიროვნება არის თუ არა საპენსიო სქემაში ჩართული. ამას უზრუნველყოფს უკვე 1 ივნისიდან ეგრეთ წოდებული ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში მონაცემების შეტანა ფიზიკური პირის თაობაზე პირადი ნომრის შეტანის შედეგად შესაძლებელი არის, რომ მიიღოს ინფორმაცია გადამხდელმა საპენსიო სქემაში თუ არის ავტომატურად ერიცხება 2%, თუ არ არის არ დაერიცხება. აქ არის შექმნილი ფორმატი იმისათვის, რომ როგორც ინდივიდუალურად პირადი ნომრის დონეზე, შეტანის დონეზე იქნას გადამოწმებული, ასევე XML ფაილით, როდესაც დამსაქმებელს ყავს ათასობით და ბევრი დასაქმებული, ატვირთოს ეს ფაილი, მიაბას ჩვენს დეკლარაციას, შექმნას პროექტი, შეუძლია შეინახოს, არ გადმოაგზავნოს და მიიღებს ინფორმაციას, თუ ვიზე იქნება გავრცელებული 2% და ვიზე არა. და აქვე საინფორმაციო შეტყობინება მისდის დამსაქმებელს 2%-ზე ჯამური მონაცემები ამოდის, ეს არის რაც არის დასაქმებულების ხარჯის და 2 თავად თვითონ რასაც რისის გადახდა თვითონ მოუწევს, ანუ ჯამურად 4% საინფორმაციო სახის შეტყობინება მიიღვა ყველა ნებისმიერ ყოველთვიურ ესეთ დეკლარაციაზე. კი ბატონო, ბატონო გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად პასუხისმგებლობების ეს ნაწილი, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში თქვენ გარკვეულად ცოტა მცირედად შეეხეთ, თუმცა უფრო ცლად რომ მიმოვიხილოთ ეს ნაწილი, რეალურად როდესაც დაუშვათ დამსაქმებელი აი ამ ვალდებულებას არ ასრულებს და აი ახლა მე რა ხდება და ამ სიტუაციაში როგორია უკვე დასაქმებულის ინტერესებიც რეალურად ირღვევა, დამსაქმებელი არ ასრულებს და ამ ასეთ დაუშვათ წრეში როგორ ტრიალებთ? და მე უკვე რა პასუხისმგებლობებია, რა საჯარიმო სანქციები და შემდგომ. მადლობა კითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ორ ნაწილად გავყოფ და უცებ ვიტყოდი, რომ 2025 წლის 1 მაისამდე არის საშეღავათო ეგრეთ წოდებული უფრო რბილი მიდგომა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მანდ არ არის ავტომატური დაჯარიმების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 1 ივნისიდან საპენსიო ფონდს გადმოეცა მონიტორინგის უფლება. შესაბამისად, მონიტორინგის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ მონაწილის და დამსაქმებლების ინტერესებსაც, რა თქმა უნდა, და აქვთ გარკვეული ვადები. ანუ მანამდე შეიძლება ნებისმიერ დროს ეხლა ძველ პერიოდზე ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლიათ ძველი პერიოდი ერთი წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ სისტემაში განახორციელონ ცვლილება. ანუ ყველა შეუსაბამობა, რაც აქამდე ქონდა დასაქმებულის მიმართ, გაასწორონ ერთი მარტივი ცვლილებით. აქვს მოლოდინი, რომ დავუშვათ ბიზნესი ამ მიმართულებით აქტიური იქნება. რა თქმა უნდა, უკვე გააქტიურდა, ჩვენც ძალიან აქტიურად ჩავერთეთ, რაც გადმოგვეცა და მოვახერხეთ, რომ გარკვეულწილად უკვე გარკვეული კატეგორიის კომპანიები არაგეგმიური შემოწმებები განვახორციელოთ და ძალიან ბევრი კომპანია დადებითად გამოეხმაურა და ასწორებს ძველ ვალდებულებებს. ანუ
ჩვენი მონიტორინგის დაწყებიდან 30 დღეს ვაძლევთ, როცა უკვე ვიწყებთ შემოწმებას, 30 დღეს ვაძლევთ პერიოდს, როდესაც შეუძლია გამოასწოროს. თუ ამ 30 დღეში არ გამოასწორა, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და აქ მხოლოდ ვაჯარიმებთ 500 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე და მე არის 1000 ლარის ოდენობით. ხო, მე წინა გადაცემაში ვიკითხე, როდესაც ერთ-ერთი ბუღალტერი და ასოციაციის წარმომადგენელი იყო, რომ ეს 500 ლარი რამდენად ადეკვატური თანხა აი იმ მთელი ამ პროცესისა და დამსაქმებელი რამდენად რეალურად უხეშად რომ თქვა შეშინდება, რომ ეხლა 500 ლარი თუ არ შევავსებ სწორად დეკლარაციას 500 ლარი დაჯარიმება რამდენად ადეკვატურია იმისა, რომ დაუშვათ დამსაქმებელი რეალურად არ წარადგენს დეკლარაციას. გასაგებია, რომ ის წარდგენის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება, მაგრამ მთლიანობაში 500 ლარი რამდენად საკმარის თანხაა თქო. ეს გამოხატავს მის მიერ არაჯეროვანი ვალდებულების შესრულებისთვის პასუხისმგებლობისთვის თანხას, მაგრამ პროცესი აქ არ მთავრდება 500 ლარით, რომ დაჯარიმდება. შემდეგ მას აქვს კიდე გარკვეული ვადა და თუ ეს ვადა არ აღასრულა, ჩვენ მოგვსვა კანონმა უფლება, რომ აღსრულების ეროვნულ სააგენტოს გადავწყვეტ ეს ინფორმაცია. ანუ ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად დამსაქმებლის ინტერესს გავითვალისწინებთ, მაგრამ აქ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მონაწილის ინტერესები, რომ ეს მისი შესასრულებელი ვალდებულება და მისი თანხა, მისი სარგოდან მიღებული 2% და დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას მონაწილეს. თვით დასაქმებლების შემთხვევაში რა ხდება? კი ბატონო, ერთს ვიტყვით, რაც შეეხება 2025 წლის 1 მაისიდან, აქ უკვე ჩვენ რადგან შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციასთან ვართ ინტეგრირებული, აქ უკვე მარტივად ავტომატურად შეგვიძლია დაჯარიმება გავაკეთოთ. როგორც აღნიშნეთ, თუ არ შეასრულა საბადო თარიღზე, ეს არის 15 რიცხვი წინა თვის დეკლარაციის ვალდებულების ბოლო დღე შესრულების, თუ არ შეასრულა მეორე დღეს ავტომატური ჯარიმა იქნება შეუსრულებელ დეკლარაციებზე ან გვიან დაიხურა და თუ კიდევ დააგვიანა წარმოდგენა, იმ დაგვიანებულ დღეებზეც ასევე მონაწილის დეკლარაციაში არსებული მონაწილეთა სასარგებლოდ იქნება საურავები დაწესებული, რომელიც კანონმა გასაზღვრა, ამ ეტაპზე არის 8%. კი ბატონო. რაც შეეხება თვითდასაქმებულების, ჩვენ თვითდასაქმებულების კატეგორია გამოვიყენეთ კანონით და დავარეგულირეთ, რომ ეს არიან ის პირები, რომელსაც ადგილზე წყაროსთან არ ხდება დაბეგრა, შესაბამისად გავაერთიანეთ მცირე მეწარმეები, მცირე ბიზნესის წარმოადგენლები, რომელიც თვითონ ეწევიან საქმიანობას და ბრუნვა აქვს და თვითონ ახდენენ მერე ან თვის ჭრილში ან წლის ბოლოს დეკლარაციას, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები, დასაქმებულები და დიპლომატიურ სექტორში დასაქმებული პირები. კანონმა განსაზღვრა ცვლილება ახალი მიდგომით უფრო გაამარტივა ამ შემთხვევაში, თუ იყვნენ ჩვენთან რეგისტრირებული და ახორციელებდნენ დეკლარაციას, მათ აწი უკვე ნებაყოფლობით ამ კატეგორიას თითოეულ დასაქმებულებს შეუძლიათ ნებაყოფლობით ჩვენთან საპენსიო ფონდის ოფისში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიას მიმართონ და დარეგისტრირდნენ თავიდან და შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩვენ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურთან გადავამოწმოთ და იმ ინფორმაციის საფუძველზე მოვახდენთ მათი 4%-ის შეტანას მათ პირად ანგარიშს. დამნიშნულოვანი ინფორმაცია და ბატონ ლევა, ჩვენი საუბრის ბოლოს ეთქვა თან რომ შევაჯამოთ და თან ამ კითხვას საოცრად მინდა რომ გვიპასუხოთ და განუმარტოთ თუ როდიდან მოხდება საპენსიო სქემაში პირის ჩართულობის გადამოწმება და ეს პროცედურა შესაძლებელი იქნება უშუალოდ საშემოსავლო დეკლარაციაში, ასევე საინტერესოა რა უნდა გაითვალისწინონ ამ კუთხით დამსაქმებლებმა კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ და განუმარტოთ ეს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გავმეორდებით, რომ 2025 წლის 1 ივნისიდან უკვე რამოდენიმე დღეში ექნებათ საშუალება გადაამოწმონ თითოეული 1 ივნისიდან დიახ არის ჩართული. რა თქმა უნდა, არის ჩართული თუ არა სქემაში. რაც შეეხება რა უნდა გაითვალისწინონ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მოგხსენება ყველას, რომ ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შედეგად მიღებული ხელფასი, ხო? ხელფასი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფულის ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემა ხელფასის სახით, ხო? ნებისმიერი განაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101 მუხლის მიხედვით, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულს აძლევს, მათ შორის ნატურით განიხილება ხელფასსა და ყველაფერ ესეთ განაცემზე საპენსიო შენატანები არის სავალდებულო და მთავარია დამსაქმებულმა დეკლარაციის შევსების ეტაპზე სწორად მიუთითოს. ხელფასის გადახდა, ანუ ეს რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში თუ დაუშვათ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები, ან რა ტიპის
ნატურით დაუშვათ გაცემაზეა საუბარი. არის ხოლმე, როდესაც ხელფასის მაგივრად, მაგალითად, ობიექტი, სავაჭრო ობიექტი, ვაჭრობს ტელევიზორები და გადასცა ტელევიზორი ხელფასის სამართლად და ამ შემთხვევაში მისი ღირებულება ექვემდებარება დიახ დაბეგვრას ისევე, როგორც თქვათ, ფულადი სახით მიეცა. ანუ სადაც უკანონმდებლობა ამას განიხილავს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლა და ბუნებრივია ამ განაცემებზე დასარიცხი არა მარტო საპენსიო შენატანები, არამედ საშემოსავლო გადასახადიც და რაც თავარია, სისტემამ რო ავტომატურად უზრუნველყოს 2%-ების დაანგარიშება, ასევე საშემოსავლო გადასახადების გამოანგარიშება ავტომატურად ივნისის თვიდან, 1 ივნისიდან მაისის ანგარიშო პერიოდს ეხება, როგორც თქვი, თავარი არის დამსაქმებელობა სწორად მისცემ კვალიფიკაცია ნებისმიერ განაცემს. იქნება ეს ხელფასი თუ მომსახურების ანაზღაურება, იმიტომ რომ საპენსიო შენატანი გადაცულია. მაინც სისტემას ეხება ელექტრონულ პროგრამაზეა ხო საუბარი? რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი დღესდღეობით არის IT-ზე დამოკიდებული, ტექნიკურ საშუალებებზე, ხარვეზისაგან დაცული ზოგადად არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა ორივე სამსახურის მხრიდან, როგორც შემოსავლების, ასევე საპენსიო სააგენტოს IT სამსახურების მხრიდან და ნებისმიერ ხარვეს აღმოფხვრით უმოკლეს ვადებში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და თემა იმდენად აქტუალურია, რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ თემის დაუშვათ თუ რაიმე ტიპის ხარვეზი ან კითხვა იქნება ბიზნესის და დამსაქმებლების მხრიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება მზად იქნებით ამ კითხვების საპასუხოდ. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. ლევან გებუაძე, გიორგი ჭიჭინაძე იყვნენ პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმრები.